უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიის სწავლებით ყველა ადამიანი ღვთისხატებაა, თუმცა დაცემული, ამიტომ ადამიანში ღვთისკენ სწრაფვა არის. ღვთისკენ სწრაფვა არის, მაგრამ ამავე დროს არის სამპარტავნებაც. და როდესაც ამპარტავნება იწყებს მოქმედებას, სამწუხაროდ მას შეუძლია დააბინდოს ეს ღვთისკენ სწრაფვა, ან არასწორად წარმართოს. ის ღვთისკენ სწრაფვა მაინც მოქმედებს და თუ ადამიანი მას უპირატესობას მიანიჭებს, ადრე თუ გვიან ის ეკლესიაში მოვა, ადრე თუ გვიან, მაგრამ თუ გადაიძლია ვნებებით, პიროვნული ანგარებითი დამოკიდებულობით, რაღაც ინტერესებით მიწევრის, ის დარჩება და დაეყრება. რაც შეეხება ამ გაყოფებს, რაც ჩდება მწვალებლობებში და შემდეგ მწვალებლობიდან ერესებში, ეს სექტებში, ეს იხსნება იმით, რომ მადლი არ აქვს იმ დასაბამისეული ეკლესიისა და უმადლო მდგომარეობა თითოეულ ადამიანს აწყებინებს გარკვეულ უკმაყოფილებას ბადებს ეს და აწყებინებს ძებნას და თუ არ ეყო თავდაბლობა ის თვითონ გაბედავს და დაიწყებს შექმნას. ჩათვლის რომ ეკლესია ღვთისა გაქრა ამ ქვეყანაზე, სხვათა შორის რასელისტების სწავლებით ეგრეა, მეორე საუკუნეში აღარ არსებობს ქრისტეს ეკლესია, ფაქტიურად გამოდის რომ მოციქულების საქმე ჩაიბარცხა, გაფუჭდა მოციქულთა საქმე, წახდა და რასელი ხელახლა აღადგენს ამას უკვე მე-19 საუკუნეში და როგორც ყოველთვის წმინდა წერილის არასწორ განმარტებაზე დაყრდნობით ამტკიცებენ ამას. ეს აუცილებელია, ეს უნდა თქვან, იმ სხვაგვარად გამოვა, რომ არსებობს ქრისტეს ეკლესია დასაბამისეული, სხვაგვარად გამოვა, რომ რაც უფალმა თქვა, ის აღსრულდა, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ მე დავაარსებ ჩემ ეკლესიას და მას ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან, მათ ეს სახარებაში ეს ნათლადაა მინიშნებული, ჭენი ჯოჯოხეთისანი რა არის? დევნა, სისხლიანი, მეორე ამორალური საცდური და მესამე იდეოლოგიური გაუმართება. ეს სამი საცდური და ჭენი ჯოჯოხეთისანი იგულისხმება ეს ჯოჯოხეთისგან ამომავალი ეს უარყოფითი ქმედებები და ეშმაკისეული ქმედებები. და კიდევ ამოვიდოს პავლე მოციქულსაც აქ ეფესელთან მიმართ ეპისტოლეში ნათლად ნაწინასწარმეტყველები და ნათქვამი, რომ ღმერთდიდება ქრისტე იესოს მიერ ეკლესიაში ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ანუ ეკლესია ყველა თაობაში იქნება. ეს ნაწინასწარმეტყველება და მართლა ჩვენ უამრავი მოწმე ყავს ქრისტეს მოწმეები, როგორც მოციქულები იყვნენ ქრისტეს მოწმეები, რადგან უფალმა უთხრა მოციქულებს და მათ ესახეთ, მათ მემკვიდრეებს, რომ მე თქვენ იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში და სოფლის კიდით-კიდემდე და ეს მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ეს მოციქულებს და მათ მოწაფეებს უთხრა. რაც მე პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს, რომ რაც მე გითხარი მრავალი მოწმის თანდასწრებით გადაეცი ისეთ ადამიანებს, რომელსაც უნარი ექნება წვებისთვის გადაცემის, ანუ თაობიდან თაობაში გადაიცემა ეს სწავლება, იმიტომ რომ ქრისტეს ეკლესია არის, ქრისტეს სხეული, როგორც ეს პავლე მოციქული უფალმა თავისი წმინდა ხორცისა და სისხლის საიდუმლო დაგვიწესა და ამ სხეულს ვერავინ მოერევა თუ მანამდე ქრისტე არ დაამარცხა და ქრისტე უფალი უძლებელია თავი ეკლესიისა და როცა ყველაზე აუბედითი დრო დადგება ეკლესიის ამ ქვეყნად არსებობის ისტორიაში ანტიქრისტეს პერიოდი, პირადად უფალი მოვა მაშინ დასაცავად ეკლესიისა და გაანადგურებს და მოწინააღმდეგე ძალას ამ ეშმაკს და ანტიქრისტეს. რამიდან თქვა კიდევ მე-4 საუკუნის წმინდანი ვიკენტი ლირიკიელი ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ჩვენ გვწამს ის, რაც ყველას ყოველთვის და ყველგან სწამდა. იუდა მოციქული წერს, რომ იღწოდეთ, რომ უერთგულოთ იმ სარწმუნოებას, რომელიც ერთხელ გადაეცათ წმინდანებს. ანუ სარწმუნოებრივი მოძღვრება არ იცვლება. სარწმუნოებრივი სწავლება შეიძლება ეკლესიაში განათება შემოვიდეს, დავუშვათ სანთლის მაგივრად, ტექნიკური გასანათებლად, ლოცვაში არა, სანთელი ლოცვისთვისაც არის და იყო იქ გასანათებლადაც და განათება შეეცვალა ნატურით, ან შეიძლება შესამოსელის რაღაც დეტალები შეიცვალოს, ან რაღაც ეს კანონიკური საკითხები რაც არის, ან რიტუალური გარეგნული საკითხები არსობრივად არ იცვლება და კიდევ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ესეთი რამე ტერტულიანეს აქეთ საეკლესიო მამა არის, წმინდანი არ არის ის, მაგრამ მნიშვნელოვანი ასამბლოს, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ არის ჭეშმარიტება და შემდეგ არის ჭეშმარიტების დამახინჯება. ანუ
არ შეიძლება რომ ჭეშმარიტება იყოს მოგვიანო. იმიტომ რომ ჯერ არის ჭეშმარიტება და შემდეგ მოდის დამახინჯება და ჩვენ რომელიც დასაბამისეულები ვართ, როგორც უფალმა თქვა, რომ თქვენთანა ვართ, ჩვენ ვერ ვიქნებით დამახინჯება. და სამაგიეროდ ასევე უფალმა თქვა, რომ ბოლო ჟამს მოვლენ სულ ქადაგებლები. ბოლო ჟამი რა არის? ეს უფლის ამაღლების შემდეგ სულ ბოლო ჟამი. ეს კარზე მოდგმის პერიოდი ეს 20 ეგრეთე გამოჩნდება, მაგრამ ბოლო ჟამს მოვლენ და იტყვიან, რომ აი ჩვენთან არის ცხონება, ჩვენთან არის და გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა ლამაზად ისაუბრონ, რაც არ უნდა სჯეროდეთ, ფაქტია, რომ ბევრს მათ შორის გულწრფელად ჯერა იმას, რასაც ორგანიზაცია სწავლის, მაგრამ ჩვენი რწმენით რაიმესადმი ის რწმენის საგანი ჭეშმარიტება არ იქნება. რა ჩვენც უნდა გულწრფელად წამდეს და რაც წამს ისე ჭეშმარიტება უნდა იყოს და ჭეშმარიტება შეიძლება იყოს სამოციქულო დროიდან მომავალი. მოციქულთა მოწაფეების მოწაფეები უნდა ვიყოთ ჩვენ. რომ ვიყოთ ეკლესია ქრისტესთან.